ციხეებში წამება სისტემური ხასიათი ჰქონდა, ამის შესახებ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს და ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრის შედეგები აჩვენა, რომლის მიზანი იყო 2006-2012 წლებში საქართველოს საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზეზების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო ჰოლიდეინში გაიმართა, ანგარიშზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში წამების ფაქტები არ დაფიქსირებულა, თუმცა დარღვევები ამ სფეროში არსებობს. სამუშაო ჯგუფი, რომელმაც კვლევა ჩაატარა, აერთიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და საშუალო ახსნილების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენი ანგარიშის მიზანი არ არის რომელიმე კონკრეტული ინდივიდუუმის ან ადამიანთა ჯგუფის ან რომელიმე პარტიის დასჯა ან გამოვლენა. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ამდაგვარი რამ მომავალში აღარ განმეორდეს. შეიქმნას ისეთი მექანიზმები, ისეთი საკანონმდებლო წინაპირობა და ასევე პრაქტიკა, რომ მსგავსი რამ საქართველოში შესაძლებელი აღარ იყოს. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ისევ და ისევ მდგომარეობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაში, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს. ანუ ცალკე სტრუქტურა, რომელიც მსგავსი ფაქტების გამოძიებაზე იქნება ფოკუსირებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება, მათ შორის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, რომელიც არის სახელმწიფო აპარატთან და ასევე სხვა საზოგადოებრივი მონიტორინგის გარკვეული სტრუქტურის შექმნა.